მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ მე მინდა ერთ საინტერესო საჭიროებო საკითხზე წამოვიწყო საუბარი, რომელიც არ არის მარტივი და ჩვენგან გარკვეულ ანალიზს, რაც ხალხს აინტერესებს, იმას მოითხოვს. მინდა კითხოთ თუ როგორ მოხდა, რომ ამ იდიოტებმა მოახერხეს ოპოზიციის აზრი კი არა, ოპოზიციის არსი გაეკროთ. ანუ როგორ მოხდა, რომ რა თქმა უნდა სრულიად კანონიერად ძალიან დიდი რაოდენობა, დიდი რა 10-მდეა მე მგონი, პოლიტიკოსების ეგრეთ წოდებულის არის ციხეში და 800,000 კაცმა რომათ მას ხვას, მისცა ფეხებზე დაიკიდა ისინი. ჩემ სტატუსს ამბობ. ხო, აი ეს არ არის მარტივი საკითხი. ამისთვის ოცნებამ რაიმე დიქტატორული თუ რეპრესიული რამ განახორციელაო, ღმერთი ჯული ამას ვერან ვერწყვის გარდა იმ ანგაჟირებული დებილებისა, ხო? ხო, ეს ერთი. რა თქმა უნდა თვითმკვლელობის რეჟიმში გადავიდნენ და რა თქმა უნდა დამკვეთების ფაქტორიც არის, მაგრამ მაინც მინდა რომ აი ეს განვიხილოთ, რომ როგორ მოხდა, რანაირად მოხდა, რომ საქართველოში იმ პირობებში, როცა მართლაც არის დემოკრატია და მართლაც არ არის მიახლოებულიც კი სააკაშვილის რეჟიმთან, როგორ წამოხდა ეს, ნუ აი აბსოლუტურად განსხვავებული ხელისუფლება არის, მოხდა ისე, რომ ფეხებზე კიდია ოპოზიციურად განწყობილ ქართული ოცნების პოლიტიკურ მოწინააღმდეგებს, ხალხს ამომრჩეველს ფეხებზე კიდია ეს გიჟები. აი როგორ მოხდა? მე ყველას თავისი აზრი აქვს, მე ჩემს ვიტყვი, არ არის მარტივი საკითხი. მე მოდი ჩავა დავიწყოთ იმით, რომ მე გუშინ მქონდა მაღაზია სტატუსი, რომ მეც ძალიან მიხარია, რომ ერთნაირად ვფიქრობთ, რომ ჩვენ ახლა ხშირ ურთიერთობა რა გვაქვს, უცესია აზრები ძალიან ახლდება ხოლმე. მოდი დავიწყოთ იმით, რომ ანუ მიზანი რა არის რა? ანუ ამათმა გადაწყვიტეს უჭკვიანესი, უგენიალურესი სტრატეგია, რომ მოდი ეხლა ჩვენ ქართული ოცნება გავხადოთ ტირანია. ხო. ამისთვის უნდა ავდგეთ, იდიოტურად დავაჭერიოთ თავი, შეურაცხყოფა მივაყენოთ ქართულ სახელმწიფოს, პოლიციელებს და ასე შემდეგ, ხო. თავი დავაჭერიოთ და უცხოეთი ადგება და დასჭის. ოღონ თავი პრობლემა რა არის? ლამაზი თვითმფრინავებით დაგვიშენს ლამაზ რაკეტებს, რომელიც მარტო მე მომხდება? არა, ეგ ერთი. პოზიტივის ჩამოვარდება. შავა, ეგ ერთი, რომელიც არ მოხდება. მე მეორე. აღმოჩნდა, რომ სამი ავადმყოფური სახელმწიფოს გარდა, რომელიც ვიცით რომლებია, არავის არ აინტერესებს რა ხდება ქართულ ოპოზიციაში. ანუ არავის არ აქვს არანაირი სენტიმენტები ვიღაც იდიოტების გამო, ანუ მე რას ვამბობ, ხა მე მესმის ახლა რომ ქართული ოპოზიციონერი რო ხარ და როცა რაღაც ამბავს გეუბნებიან, როგორც ეს არ ამოწმებ ხოლმე რა ხდება. ეს ჩვეულებრივია ქართული ოპოზიციონერები, ვიცით რა სულები არიან, მაგრამ არის ალბათობა რომ უცხოეთში პოლიტიკოსები თლადისე ჰარალოზე ვერ გახდები როგორც საქართველოში. ანუ მე რას გვიცხობ? როცა შენ არ ყურე, მაგალითად ზურაბ გირჩი ჩაჯდა ციხეში. ხო, კითხულობ რატო ჩაჯდა? გეუბნებიან რომ გამოიძახეს პარლამენტში, რომ მისულიყო და უნდა წამდგარიყო პარლამენტის წინაშე და დაუსვამდნენ შეკითხვებს. მე კითხულობ, იჭერდნენ, ანუ რა მოყვებოდა ამას? არაფერი, შეკითხვებს დაუსვამდნენ. უნდა მისულიყო და რატო არ მივიდა? აი არ უნდოდა. ხო და როდესაც ამას გებულობ, ხო ხვდები რომ ლაპარაკი არის იდიოტებზეა ლაპარაკი. ანუ ხო ხვდები და ამიტომაც არის ახლა რომ აი ხა მეორეს ვამბობ, რომ ერთ დღეს გვეუბნებიან რომ რა მაგარი ბიჭები არიან, ნახე როგორ მაგრად ცემენ პოლიციელებს. ნახე როგორ მაგრად უვარდებიან საჯარო მოხელეებს. აი მარიამ ლაჩხს როგორ მაგრად აგინებენ. მე რო იჯებიან ამაზე. მე აღმოჩნდება, ვაიმე დედიკო, ეს ციხის ეშინია, ავადარი, ბებიამისი ცუდად არის, რეპრესია, მე რაღაცა პოსტებს წერენ. ანუ ეს ხო ხვდებით რომ ეს იწევს ბიპოლარულ შეგრძნებებს რა. არ შეიძლება ერთ დღეს გეუბნებოდეთ რომ ეს არის რაღაცა მაგარი მგელი რევოლუციონერი, რომელიც ანგრევს სისტემას და მეორე დღეს არის საწყალი პატარა ბავშვი, რომელსაც იმის ციხის კარების ეშინია და ყოველდღე თავის დათუნიასთან ძინავს. ეს ასე არ მუშაობს. ეს არის აი იმენა კაკუნის რო ეშინია, ეგალი ძალიან მაგარი. კაკუნის შემეშინდაო. ტიპი არის ადმინი, რომელიც რევოლუციური ჯგუფის სერიოზული ადმინია, საჭმელს ამარაგებს. პირველად უცხრე კაროჩა ამით არის, იმის
მის მერე კარებზე თუ კაკუნის მეშინია. სტალინის რო კაკუნის შეშინები. არა, სტალინის, რაშუა სტალინი ბიჭო. ბიჭო, მე არ დავცინი ადამიანს, რომელსაც გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება გაუჩნდეს. და ყველას არ აქვს ერთნაირი გამძლეობა. მაგრამ შეკაიდეთ მამიშვილო, კაკუნის თუ გეშინია. სადმე ისეთ რაღაცას მოკიდე, ისეთი ჯგუფის ადმინი ყავი, ყვავილებისა, პეპლების და არ დაგეკაკულებენ, არ შეგეშინება ამ კაკულის. და ბოლოს ერთმანეთს დამთავრდა, მე გუში მქონდა დატოს სამაშიც დავწერე, რომ ქართულმა ოპოზიციონერმა აქტივისტებმა მიაღწიეს ერთ რამეს, რომ საქართველოში პატიმრების მიმართ უალტერნატივო სოლიდარობა გაქრა. აღარ არის კი. ანუ ad როგორ იყო, რომ აი ავტომატურად, როდესაც იჭერდა ადამიანს დაჩაგრული შთაბეჭდილება ქონდა. არა, პირიქით, ცოტა მიუსაჯეს და რაღაცები. ეხლა ხვდები რომ ანუ არა რა შეიძლება არ იყოს ეგრე და კი ბატონო, ხო, აი შენ ამიხსენი, როგორ მოხდა ეგა? ანუ წარმოიდგინე, ხარ დამკვეთი და მოვედი ერთხელ გამოგვართვი ფული რევოლუციას მოვაწყობ. მეორეჯერ მოვედი, მესამეჯერ, მეოთხეჯერ და ვერ ვაწყობ რა რევოლუციას და არაფერი სისულელებს მეტი არაფერი არ ხდება ეხლა. და შენი პოზიციიდან ხო ის იქნება. დადი შენი სიამადი დედაცვატირეო ვეთყვის. ეს პოლიტიკური კლასი რაღაცნაირად უნდა ჩარეცხო. კი ბატონო. ხო, ნუ ეს იმიტომ ხდება პირველ რიგში, რომ იქიდან. ხო, იქიდან, იმიტომ ხდება, რომ არანაირი მხარდაჭერა არ არის ეს და ეხლა მოდით ამათაც გამოიგონოს ესეთი რაღაცა გენიალური სქემა, რომ დააჭერინო თავი, დააჭერინო. ეხლა ყველა შეიძლება რომ არ დაჭერილიყო, ხო? კი, მაგრამ ყველა შეიძლება, ხო? უბრალოდ ბათი ესე იგი, ანუ რაღაცნაირად უნდა გაამართონ ის ფულების მილიონები უნდა გაამართონ რა შეdaихარჯა. ხო, აი დაიხარჯა იმაში და რათვე იჯდება ეხო ტყუილია, ასე ვერ მოატყუებ დავკვეცა. ნუ ესე გაიправებენ თავს ალბათ დაგვიკეთებენ საზოგადოებასთან. მე ზოგადად ჩვენ საუბრობდით თუნდაც შარშანი იყო მახსოვს და შარშან წინაც რომ ჩვენი პოლიტიკური კლასი ამ შემთხვევაში საუბრობ ოპოზიციაზე ნუ თვით ლიკვიდაციის რეჟიმში ხე რამდენი ხანი გასტანს ეს თვით ლიკვიდაცია ნუ უკვე მიდის ამ თვით ლიკვიდაციის ლოგიკურ დასასრულამდე და ბუნებრივია როდესაც თვით ლიკვიდაციის რეჟიმში ხარ რაღაცა ეტაპი დგება როდესაც მართლა ლიკვიდაცია იწყება ხო ბოლო სტადია ესა ბოლო სტადია რატომა ეს ბოლო სტადია იმიტომ რომ მოთხოვნასა და პოლიტიკურ მიწოდებას შორის ყველანაირი ბალანსი დაერევა ხო შეიძლება ნუ ყოველთვის რა თქმა უნდა არ ემთხვევა საზოგადოების მოთხოვნა და პოლიტიკური კლასის რაღაცა ინტერესები ყოველთვის არ ემთხვეოდა და ყოველთვის ჰქონდა საკუთარი რაღაცა ლოზუნგები მიმართულებები პოლიტიკურ ოპოზიციას რომელიც აბსოლუტურად სხვა რაღაცა იყო მაგრამ შეიძლება ამის მიუხედავად დომინანტური ყოფილიყო ეხლა არც დომინანტური არ არის, არც აქტუალური არ არის, არც ხარდაჭერილი არ არის, არც რაციონალური არ არის, არც თარმინდერული არ არის, არც გონიერი არ არის და არის იმ რეჟიმში, რომ მე მგონი თვითონაც ეს უნდათ, რა თვითონაც უნდათ, რომ დაასრულონ ეს რაღაცა ძველი პოლიტიკური რაღაცა წარსული და ახალ რაღაცა ცხოვრება, ახალი ბიოგრაფია შექმნა და ეს ალბათ მე ესე ხსნი მართლა, იმიტომ რომ თუ არ გინდა ესე რომ მოხდეს მაშინ სხვანაირად უნდა მოქმედებდეთ. ანუ ლოგიკურ მე რა მაინტერესებს რომ როცა ერთი და იგივე წლების განმავლობაში აკეთებ და არასდროს შედეგი არ არის. შენ ესე იგი ერთი და იგივე ავადმყოფი ხარ რა. ფულს რო იღებ, დიდ ფულს რო იღებ, ხო? ერთი და იგივე კეთებით და თან უსაფრთხოდ გზნობდი ამ წლების განმავლობაში თავს მუდამ. აი ეხლა აი ნახეთ თავარი ერორი რა არის ამ სისტემის რა. თავარი ერორი არის ის რომ მიჩვეულები იყვნენ ის რომ სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის შეურაცხყოფა არაფერს არ ნიშნავდა და ეხლა რას ნიშნავს სუვერენიტეტი ხო ეს ცარილის სიტყვა არ არის სუვერენიტეტი ნიშნავს იმას რომ სახელმწიფო სიმბოლოები ინსტიტუტები სერიოზულობას იძენენ აი სპეციალურად გარედან ყოველთვის იყო ისე მიმართული რომ მე სერიოზულობა არ ქონოდა და ხო ნუ არის პოლიციელი წამოარტყეს რა მოხდა და რა ეგეთი ლაპარაკები ხო იყო ეგ რატომ იყო ესეთი ლაპარაკები სახელმწიფო ინსტიტუტებს არ ქონოდა საკუთარი რაღაცა სერიოზულობა სახელმწიფო სჭირდება სერიოზულობა ყველა შემდგარ სახელმწიფოს სჭირდება სერიოზულობა აბა მიდი დაარტყე იმას რა ქვია ამერიკა პოლიციელს მიდი ფრანგ პოლიციელს დაარტყე ან გერმანელ პოლიციელს დაარტყე როგორი შეხვდება ისინი ხო ლიბერალური დემოკრატიები არიან როგორ შეხვდება ეგ ლიბერალური დემოკრატია არ იქნება ცოცხალი ხო და ამიტომ აქ არის ის რომ როდესაც სუვერენიტეტი დაბრუნდა ისინი ვერ მიხვდნენ რომ სუვერენიტეტის დაბრუნებასთან ერთად დაბრუნდა ინსტიტუტების ავტორიტეტიც რა მე ცოტა მცირედ განსხვავებულას განვავითარებ მე მგონია რომ კი ეხა გასაგებია რომ სულელური ნაბიჯია ერთი შეხედვით მაგრამ
შეიძლება აი დაახლოებით როგორ არის იცი აი ძველ კანონმდებლობაში როგორც იყო რომ რაღაც თანხის მოპარვის შემთხვევაში რაღაცა ვთქვათ მცირე ხანი ვთქვათ ხო ჯდებოდი და მე ვთქვათ ისიც შეგჭირდა ხო ეხა შეიცვალა და ეს ძალიან კარგია ხო მე მგონი მაგრამ ანუ მე ანალოგია გამყავს ანუ ჩემი აზრით ისინი რომ მისულიყვნენ იმ სცენაზე ანუ ასე ვთქვათ იმ კომისიაზე ანუ მათ იმ ხელა დიდი პოლიტიკური დარტყმა მოელოდა იმიტომ რომ იქ არის ბევრი წონიანი პოლიტიკოსი მე მგონი აი მე მაგის განვითარება მინდა ნახე იქ რომ მისულიყვნენ და რაღაცა კონკრეტული კითხვები დაესვათ მათთვის ჩემი აზრით ისინი დარტყმას მიიღებდნენ და ჩემი აზრით ამის თავიდან რატო ელკოდი ცი ისეც დარტყმულები არიან მეტი რაღა დარტყმა უნდა მიაყენო არა ნახე იქ რაღაცნაირი გაფორმება იქნებოდა რომ აი შენ უკვე რაღაც კომისია გიბარებს რაღაცა და ასე შემდეგ და ამითი მოხდებოდა უფრო მეტი განულება მათი და ამის საპირწონედ მათქნეს რომ მოდი ეხა შევიდეთ ციხეში თან ეს ციხეში შესვლა ხო არ არის 10 და 20 წელი 7-8 თვიანი წიგნის კითხვა ვისაც შეუძლია ამის გაკეთება და 7-8 თვე ვიყო და თან მოვისხათ წამებულის მანტია და დამუძახოთ ოცნებას დიქტატორი რომელსაც მთელი ოპოზიცია ციხეში აი ეს არის წამებულის მანტია რო არ ესხმება ხო ანუ ვეცადოთ ანუ ხო გავიგე რომ არ ესხმება მაგრამ მე ვფიქრობ აი მათ ტვინში როგორ შეიძლება ეს დაალაგებულიყო რა ჩანს ის მარტივი საკუთარ თავში არიან დარწმუნებული აი სწორად რომ მოქცეულიყვნენ მივიდოდნენ და იქით შეუტევდნენ ხო გამოიყენებდნენ სათავისო პოლიტიკა ისაა რომ გამოიყენო ყველაფერი სათავისოდ ხო იმდენად არ იყვნენ დარწმუნებული საკუთარ თავში იმდენად არ იყვნენ დარწმუნებული საკუთარ თავში ხო მაგას რომ არ მივიდნენ ხო ეს არჩევანი სპეციალურად ხო და თან ხა 7-8 თვეთ მართლა შეიძლება უღირდეთ ის რომ თქვა აიცილეს თავიდან ეს საჯარო სირცხვილი რა თვით იზოლაციაში თვითონ ჩაიყენეს თავი ურავის თუ დაემდურებიან ეგენი რაღაცა წაქეზებული მურიები არც მინდა ეხა მურიებს შევადარო იმიტომ რომ დასარგებლო ცხოველი საყვარელია მაგათთან შედარებით რა სულ ვამბობთ და აი ყველა ჩვენი თქვათ რაღაცა ნააზრების ბოლო შედეგი არის ის რომ ესენი არიან აგენტები ჩვეულებრივ მათ არ ეკითხებათ თქვათ რაღაცა მათ არ შეუულიათ განჭვრიტონ მაგალითად როდესაც ერთ დავალებას მოქცევენ მეორეს მეხუთეს ამას რა შეიძლება მოყვეს მე-6 ნაბიჯს რო გადადგა ესენი ამას ვერ განჭვრეტენ ამიტომ რა დავალებასაც აძლევენ იმას იმეორებენ რობოტებივით და ის რომ ეხლა თქვათ იქ საზოგადოება რას იფიქრებს ან ამას რა შეიძლება მოყვეს არ აინტერესებთ ანუ საზოგადოებას ძანეს მფლობელებმა რომ ჩაჯიქით ციხეშიო გამოსავალი აღარ დაუტოვეს როდესაც პარლამენტში არ შედიხარ 2 მილიონში 100,000 ამომრჩეველი ეგ მართალია პარლამენტში არ შეხვალ მანდ უკვე შენ უნდა და რევოლუციაზე მიდიხარო ეს იყო ბოლო სტადია იმისა რომ უკვე რაღაცა როგორც აქვია ან ეკით უნდა ყოფილიყო ან აკეთ ხო წავიდნენ რევოლუციურ ნაბიჯებზე და ისიც უნდა ქონოდა გაწვრილი მაგრამ თავიდან აი წაქეზებაში რა იგულისხმება იცით რას გულისხმობ რომ ეს თქვათ ეს ჩვენი ელჩები და უცხოელი დიპლომატები ვინც არიან გარედან შიგნით ანუ ამათ იმდენად ყავდათ ესენი გათამამებულები რო ქვია რომ დარწმუნებულები იყვნენ შეიძლება როდესაც თავიდან კომისიაზე უარი განაცხადეს ეს არ აღიარებები რომ ჩვენ არ ვაღიარებთ სახელმწიფოს პარლამენტს იმას ამას რაღაცა ძალის მეტნაკლებად ეშინოდათ ახლა პოლიციაში რატომ მიდიხარ რო გიბარებენ და იქ არ მიდიხარ კომისიაში ის პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ვისი დანიშნულია ვის შექმნილია საპარლამენტო რესპუბლიკაში სამინისტროს იმისია პარლამენტის დანიშნულია ცოტა ხნის წინ პროკურორიც მით უმეტეს და ასე შემდეგ ხო იქ სადაც ძალას ხედავდნენ ანუ მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ ერთი ანუ თითქოს და წაუგებელს ამას თამაშობდნენ რა თქვა ჩამოეშალათ სხვადასხვა ინსტიტუტები აი ნახე არაფერს არ წარმოადგენთ კაცო თქვენ ვინახართ გვიბარეთ ჩვენ არ მოვდივართ და ასე შემდეგ არ ვაღიარებ იმას არ ვშვები ამას არ ვშვები და ასე შემდეგ ხო და ჯერ საერთოდ მაგი არც ეგონაც რომ გაბედავდნენ ხა ყველა მერძრეულად რომ გამოაცხადა ძალიან მარტივი ხა ყველას ხო ვერ დაგვიჭერენ ხა რანაირად დაგვიჭერენ დაიქცევა ქვეყანა კაცო რას ლაპარაკობ რელიამ რომ სამაჯური იყო მაგის კოლექტიური როგორ დამთავრდა ხალხი აქ ცალკე გამოვა საქართველოში ხალხი და იქ დასავლეთში ხო საერთოდ ტანკები შემოვა როგორ ეხა სულ ამერიკელები გვესვიან როგორ გაბედავენ და როგორ დაგვიჭერენ ანუ ეს ერთი იყო ამ საწოდავება შედეგი რა
თუ გახსოვთ ცოტა ხნის წინ თურქეთში ოპოზიციის მერობის კანდიდატი დაიჭრეს მერი სტამბოლის მერი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო რა და ოპოზიციონერი მილიონი ადამიანი გამოვიდა მილიონი იმას ვერაფერი ვერ ქნეს და აქ 50 აკაცუქსო ვიცვლიდი მაგათ დაჭერამდე ერთი არ დამატებია ისე 50 კაცი და 7-8 ასე ვთქვათ ოპოზიციონერი ლიდერი არის დაკავებული ერთი კაცი არ დაემატა ოჯახის წევრები წარმოიდგინეთ 7 კაცი დააკლდა ამათი რეიტინგი არის 0-ის მიღმა ნუ წარმოიდგინეთ ახლა ესენი როგორ არიან პოლიტიკოსები როგორ შეიძლება რომ ეს ხალხი იყოს წარმოდგენილი როგორც მომავლის პოლიტიკოსები, როგორც თქვა ქვეყნის მომავალი მმართველები, რომლებსაც რაღაცა ხელისუფლება უნდა რაც გინდა ის დავარქვათ, გადაიბარონ თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ესენი იმ მდგომარეობამდე საბოლოო ჯამი რა არის, იცით, ყველაზე ცუდი და უბედურება, რომ ეს ხალხი თავის თავს არის საცოდავი ხალხია, საცოდავი და ჩვენ სულ ვამოვდით იმას, რომ კანონი და კანონი ყველა გადაცემაში, რომ ამათ პასუხი უნდა გაეცეს კანონის შესაბამისად. ამათთან არ შეიძლება ლოიალობა რაღაცასთან დაკავშირებით აი შეიძლება რომ მაგალითად ევროპულმა ქვეყნებმა რაღაცა გვავნონ იმასთან დაკავშირებით რომ როგორ ჯერ ერთი მაგის კონტურები არ ჩანს მაგრამ პირობითად ვიძახი რომ რაღაცა როგორ შეიძლება ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება და ასე შემდეგ მაგრამ იმაზეც კი უნდა წახვიდე რომ ეს კატეგორია ეს რაღაცა კაფი მოაცილო ქვეყანას არ შეიძლება აგენტები არიან დამთავრებულია ესენი ხო გამოჩნდა არც საზოგადოებისთვის არაფერს წარმოადგენენ და იმათთვისაც უკვე ანუ გაშიფრული აგენტი რო ხარ და არაფრის გამკეთებელი რო აღარ ხარ ვის ჭირდები არავის არ ჭირდები აქამდე მიიყვანეს თავიანთავად ძალიან ცუდია ეს ხალხი თუ რაღაცნაირად არ ჩანაცვდა ხა იმაზე ამბობთ რომ ხა პატიმრები გასაგებია მესმის და თვითონ აირჩიეს ეს გზა და თავიანთ საქმეს თვითონ უკეთესად იციან. გამოსავალი იყო ყველაზე საუკეთესო. წეგან ხო ვამბობდით რომ არც იქ არ მივიდნენ და იქაც თავი არ გაიმაიმუნეს კომისიაზე და ეს 7-8 თვის განმავლობაში რამდენი რამე ჩამოიწერეს. აი ეს ომი ყველაფერს ჩამოგვაწევს რო არის ხო? რა ჩამოიწერეს? რა თქმა უნდა. არჩევნებში წაგება? არჩევნებში უყურე როგორი თემა, როდესაც არჩევნებში ეხა ადგილობრივ კი წააგებდნენ, მაგრამ იმ თავისი ამომრჩევლის თვალში, ყველას თვალში იყო განულებული. ეხლა საბაბია გარეთ რო ყოფილი ყავი. ვიღაცასთან კიდე იყელყელავებს თავის ამომრჩევლებს, იცი რა, მე ვიჯექი არ ვაღიარებდი ხელისუფლებას, დიქტატორებმა დამიჭირა და ასე შემდეგ რა. მელიას 8 თვით მიუსაჯეს და გიგივათ არ გამოდეს ელის ეხლა რა თქმა უნდა. თავის ფეხით მივიდა პოლიციაში. ეს საერთოდ ჩემთვის აბსოლუტური სრულიად გაუგებარია. ანუ პარტიზანულ და არალეგალურ მდგომარეობაში კარგად რევოლუციონერი მე ვიცი აი საბჭოთა კავშირში რომ სოციალისტური რევოლუცია რომ მოხდა კამორო იყო შენ ხარ ჩემი ბატონი სტალინი რომ გარბოდნენ გამორბოდნენ ნაგანით დარბოდნენ არალეგალურ სტამბაში პროკლამაციებს ბეჭდავენ და რევოლუცია თუ იცოდა მე დასაკლავის ცხვარებით მიდიხარ არა შალო უყურე შენი ბარგი ბარკანი ეგეთ რევოლუციონერები კი არ არიან აბა როგორი ზურგი ქონდათ რა თქმა უნდა კი ჩვენ ხო ხედავდით კაცო და დასავლეთ ევროპელი ლიდერები და აქ მოღვაწე დიპლომატები გამოვიდნენ ასპარეზზე და გამოგვიცხადეს ქართველებს რომ ჩვენ უნდა მოვაწყოთ რევოლუცია ესენი იყვნენ დამხმარეები ჩვეულებრივი დამხმარეები შავი საქმის გამკეთებლები თორე რომელი იყო ეხა ლიდერი რომლის დაძახილზე გამოსულა ხალხი მეგობრებო ძალიან კარგი საინტერესო საუბარია რეკლამის შემდეგ გაგრძელდება დარწმუნებული ვარ